მოგესალმებით ავტობილ საქართველოს გამომწერებო დაშლა არ მოშლა ბრუნდება ჯიპი ისეთი მანქანა არის რომელიც მოითხოვს გამუდმებით სერვისს და ყურადღებას ამის გამო 2015 და 18 წლის ჩათვლით გამოშვებული ყველა 24 წელზე ყველა მოდელზე კრაისლერმა გამოაცხადა ქართული რეკორდი ან უკან გაიწვია ვოლფის სეთებზე ავტობილის გამომწერები პრომოკოდით AUTOBILD მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას. მე არ მიყვარს ამ კითხვის დასმა და არც არავის არ უსვამ ხოლმე ამ კითხვას მე თვითონ, მაგრამ ვიცი რომ ბევრს აინტერესებს. გაზი ხენდება? ეს მოსახსნელია დაგჭირდება ამის მოხსნა. ხო? რკინა არის ტრეილ ჰოკია და ტრეილ ჰოკებზე რკინა არის. და ამის მოხსნას დაგჭირდება ამის მოსახსნება? რენეგეიდის ამბავი ამ შემთხვევაში მოვჭით, გამოიცვალა გადაცემათა კოლოფის ზეთი, გააგრძელე. მოკლედ, მოვედით ძალიან ისეთ ინდუსტრიულ ბრუტალურ ზონაში, რაც ჯიპს მოდი პირდა გითხრათ რომ უხდება. მეცხრე ბლოკის წინ ვდგავართ, ხალხო. 90-იან წლებში მეცხრე ბლოკი ყველას გახსოვთ. მოდი ვთქვათ ამ მანქანების დაახლოებით ფასები და მცირე თავის ტკივილების აუხსნაც, ანუ 15 წლის დროს პირდაპირ ვთქვათ რა. შენი რა შვება? Wrangler-ი მართლა ძალიან მაგარი ჯიპი და მოკლედ კომენტარებში დაგვიწერეთ თუ Wrangler-ი გაინტერესებთ, რაც უფრო მეტი კომენტარი იქნება რომ Wrangler-ი გვინდა, გადავიღებთ ცალკე, იმიტომ რომ ეს ცალკე სასაუბრო თემაა. კი. აი ავიდა 40 მაჩა. კი, აი ღუღუნი უკვე გესმის ქვევით. გვერდებიდან არაფერი ხმაური ისეთი და ქვეშიდან წინასაბურავიდან აშკარად მოდის ხმა. მე მაქვს ერთი მთავარი რჩევა მაყურებლებისთვის. მოგესალმებით ავტობილ საქართველოს გამომწერებო დაშლა არ მოშლა ბრუნდება ცოტა დავაგვიანეთ მაგრამ სამაგიეროდ ორი მანქანით ვარ წარმოდგენილი და თან ისეთი ორი მანქანით რომლებსაც თქვენ გთხოვდით კომენტარებში ორი ჯიპით შოთა სალამი რა თქმა უნდა შოთა არის ჩემთან ერთად ამ კაცის გარეშე ეს პროექტი არ იარსებებდა და დავიწყოთ ორი ჯიპი ყავს გთხოვდნენ კომენტარებში ჩეროკსაც და რენეგეიდსაც და მოდი ორი სიტყვით გითხარი რა მანქანებია და რას ვაპირებთ ესე იგი, ეს არის კონკრეტულად გვაქვს უკვე Jeep Cherokee limited ვერსია არჩეული 3.2 ძრავით და Renegade ყავს 2015 წლიანი 2.4 ძრავით. ეს არის იტალიელი, ეს არის ამერიკელი. იტალო-ამერიკელია ეს და ეს არის ნაღდი ამერიკელი, ხო? ამის უკეთესი ვერსია გვინდოდა, მაგრამ არ გამოგხმაურა ბევრი ადამიანი, ამიტომ რაც ვიშოვეთ. ეს არის ესეც ძალიან კაი ვერსიაა და დღეს რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ აი ეს ორივე მანქანა კარგად დაგიღეჭოთ, ისე როგორც არავის არ გადაუღია ჯერ საქართველოში და გესაუბროთ იმაზე, რა თავის ტკივილი შეიძლება მოყვებოდეს აი ამ ორ ჯიპს, რა უპირატესობები აქვს, რა უნდა გაითვალისწინოთ სერვისის დროს, შერჩევის დროს, მოულის დროს და ასე შემდეგ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ მოგოს ავტოსადგომზე. აქ მინიმუმ 100 მანქანა ყოველთვის დგას ხოლმე და თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაათვალიეროთ. უმეტესად არის ის მანქანები, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია საქართველოში, მაგრამ ხშირად იპოვით ისეთ ავტომობილებსაც, ცოტა იშვიათებს, ცოტა განსაკუთრებით საინტერესო ავტომობილებს და ასევე ამ ავტოსადგომზე, მოგოს ავტოსადგომზე შეხვდებით ისეთ მანქანებსაც, რომლებიც პირდაპირ დასაშლელად არის გამზადებული, ესეც ჭირდებათ ხოლმე. მე მაგალითად ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი მანქანის მეორე იდენტური მყოლოდა, თუ რამე ნაწილი დამჭირდებოდა, რომ გადმომეტან, ასე რომ მოგოს ავტოსადგომზე თქვენ აი ესეთ ავტომობილებს ნახავთ ყოველთვის და მოგო არის ამ ვიდეოს ერთ-ერთი პარტნიორი და აი ამიტომ ვიწყებთ ამ ვიდეოს მოგოს ავტოსადგომიდან. მოგოს ავტოსადგომზე მოსვლამდე შეგიძლიათ ეს ავტომობილები დაათვალიეროთ, რა თქმა უნდა, online auto sale G-ზე, ჯერ იქ შეათვალიეროთ, მერე აქაც მოხვიდეთ, შეარჩიოთ და იყიდოთ, რა თქმა უნდა, ძალიან საკმაოდ მისაღებ ფასებად და ასევე აქვთ ავტო ლიზინგი და ასე შემდეგ, ამაზე მე უფრო კონკრეტულად ასევე გეტყვით და შოთა რას ვაპირებთ პირდაპირ აქედან სად მივდივართ ჯერ მოგესალმებით ჯიპი ისეთი მანქანა არის რომელიც მოითხოვს გამუდმებით სერვისს და ყურადღებას ეს განსაკუთრებით ეხება 8-9 წლის მეორად ამერიკულ ავტომანქანებს და ვაჩვენებთ ესე აქ იმის შემდეგ წავალ სერვისში ვაჩვენებთ რა სპეციფიური პრობლემები აქვს რა არის მამათი გადაწყვეტა და დავასერვისებთ და ასე შემდეგ მივხედავთ და მაყურებელს ავხსნით ყველაფერს დეტალურად კარგი მაშინ ჩვენი მისია ახლა არის ის რომ გადავინაცვლოთ ამბოლის სერვის ცენტრში დღეს საღამოს იქ უკვე დავასერვისოთ ორივე მანქანა მოგცეთ ძალიან ბევრი რჩევა სერვისის კუთხით და ხვალდილიდან უკვე გავიდეთ ტესტ დრაივზე საღამოშვიდობისა შაკო. მოვედით ამბოლში. ჯიპებს ძალიან ჭირდებათ შემოწმება ყველაფრის და ჩვენ დავიწყებთ ჯერ პირველ რიგში აი ამ ბოქსში ძრავებზე საუბარს, ძრავის ზეთებზე საუბარს,
თუ რომელიმეში დასამატებელია დავამატებთ და მე მგონი ამას ნატურას აქვს ამოსასვლელი და ბარემ ეგეც გავაკეთოთ. მოკლედ, მე ვნახავთ უკვე ახალ ბოქსებში გადაცემათა კოლოფს, შევცვლით გადაცემათა კოლოფებში ორივეში ზედს და ძალიან ბევრი რაღაც უნდა გირჩიოთ და გაჩვენოთ როგორ ხდება თუ არ დაუშვათ შეცდომები. ალები სანთლებზეც ვისაუბრებთ. რავი, რომლით დავიწყებთ? პრობლემები ახლა აქ შესამოწმებელი სავარაუდოდ რენეგეიდს უფრო მეტი ექნება, რენეგეიდს შევათვალიერებთ, მოვამზადებთ ხვალიდელი გასვლისთვის და მე როგორ ქვეშიდან დავათვალიერებთ ის ტრანსმისია ორივე მანქანის ხიდებში შევამოწმოთ ზეთი, გადაცემა და კოლოფებში და ასე შემდეგ. მოკლედ გავამზადოთ. მივხვდით ახლა თანმიმდევრობით დავიწყოთ რენეგეიდით. მაშინ დავხადოთ ძრავის ხუფი, კაპოტი. აიყენებინეთ ერთი ამაყი. აბა შამპურზე აქვს დაყენებული ბიუჯეტურ მანქანას. კარგი. რა ხდება ახლა აქ? ეხლა ჩვენ რა გვაქვს? ეს არის 2.4 ძრავი, ატმოსფერული, multi-air ძრავი, Renegade აქ შეფოთი. Fiat ძრავია. Fiat 500X იგივე, ხო? Fiat 500. ზოგადად ამ მოდელის ეს Renegade კლიანად ეფუძნება Fiat 500X-ის შარს. ყველაფერი თავიდან ბოლომდე რაც არის ქვეშ, ამ მანქანის ქვეშ არის Fiat 500X. ამიტომ ის ტექნიკური პრობლემები, რასაც დღეს მოიხსენიებთ Renegade-ის შესახებ, იდენტურად ეხება Fiat 500X-ს. ოღონდ მოდი ერთი რამეც განვმარტოთ. ამის off-road შესაძლებლობები Fiat 500-ის off-road შესაძლებლობებთან ხო ვერ მივა? ანუ პირიქით Fiat 500 რა შეუძლია ის, რაც შეუძლია ამას. და მაგ განსხვავებებზე ვისაუბროთ. off-road შესაძლებლობებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს Trailhawk ვერსია. Trailhawk-ი ანუ საუკეთესო ვერსია Renegade-ის. საუკეთესო ვერ ვიტყოდი, ეს ცალკე ხაზი არის, სპეციალურად off-road-ისთვის ადაპტირებული. ანუ ეს არნიშნავს მომაღლის კომპლექტაციას, თუნდაც კომფორტის მხრივ. კი ბატონო. გაძლიერებული არის სხვა მიმართულებებით, რომ გზობა ადვილად გადალახოს. მოდი დღეს ახლა ტექნიკურად უსვათ გადავავლოთ თვალი, რეები გვესაჭიროება. ანუ რის თქმა მინდოდა იცი ბოდიში გაწყვეტილი. ჩვენ ხო თქვით ახლა რომ Fiat 500X-ია იგივე. ხალხს არ ეგონოს რომ Fiat 500X-საც რომელიმე კომპლექტაციაში შეუძლია off-road-ზე ის, რასაც შეძლებს ეს ვერსია. აქვს Fiat 500X-საც მსგავსი კომპლექტაცია Trekking Plus ქვია. თუმცა არ ამგონია ისე კლდოვან გზებზე რაც ამას აქვს ტესტები გავლილი თუმცა კლირენსი მე მგონი ამას უფრო მეტია. ამას მეტი აქვს კი. ცოტათი შეიძლება რაღაც უნიშნობა. რაც ახლა მე მაგალითად ამას წინას შევადარეთ Renegade on სხვა კომპლექტაციის მორთელი სპორტი იყო საწყისს და ცოტა უფრო მაღალი საშუალო დონის Fiat 500X და Fiat 500X უფრო მაღლა იდგა ალბათ 2 სანტიმეტრი. ანუ პირიქით. ეს ხო დამოკიდებულია სავალ ნაწილ მდგომარეობაზე, ამორტიზატორები და ესე. ბევრ რამეს საბურავებზე მათ შორის. კარგი. მოდი მივხედოთ 2.4 ლიტრი ატმოსფერული ძრავი. ესე იგი მოკლედ რომ მოუყვე რას ნიშნავს multi-air-ი და რა აქვს განსაკუთრებული ამ სისტემას. ეს ტექნოლოგია შექმნილი არის Fiat-ის მიერ 2009 წელს. გამოუშვა ის სერიულ წარმოებაში და პირველად დააყენეს Alfa Romeo Mito-ზე 1.4 ძრავზე, ატმოსფერულზე. უამრავ ძრავზე დააყენია 0.9-ზე, 1.0-ზე, 1.4 ტურბოზე, თბილისში არის ასე გავრცელებული Fiat 500-ები და ისეთი საკმაოდ გამომდგარი სისტემა არის, ეფექტური. ამან ესე იგი ხელი შეუწყო ეკოლოგიურობის გაზრდას ძრავებში და ასევე მოუმატა სიმძლავრე დაახლოებით 15% გაზრდა ამ კონკრეტულ მოდელ ძრავზე. მოკლედ ეს ძრავი არის multi-air 2, ანუ მეორე თაობის multi-air-ი და წინა თაობის Jeep Compass და Patriot მოდელებიდან გადმოყვა უკვე Renegade-ს, ასევე აყენია Cherokee-ზე, Compass-ზე, Chrysler 200-ზე, Dodge-ს რამდენიმე მოდელზე და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ესე იგი ეს სისტემა როგორ მუშაობს? აქ შეშვების სისტემაში ბარემ ხუფი შემიძლია მოუხადოთ და გაჩვენოთ. გვაქვს ერთი გამონაწილებელი ლილვი, გამშვები გამონაწილებელი ლილვი იმართება ჯაჭვის გადაცემით და მეორე მხარესა გვაქვს ჰიდროდინამიური სარქველები. ანუ რას ნიშნავს? შემშვები სარქველების გახსნის მომენტს, დროს, ხანგრძლივებას, სიღრმეს თლიანად აკონტროლებს ელექტრომაგნიტური აქტუატორები და ეს ყველაფერი ხდება ზეთის წნევის საშუალებით. ანუ ესე ვთქვათ, სარქველები იხსნება, იკეტება, შუა ზეთის წნევით ხდება ეს ყველაფერი და ამ დროს, ასე ვთქვათ, ტაიმინგს, რასაც ეძახიან, ელექტრომაგნიტური სარქველები არეგულებს.
ეხლა ამ ძრავს რა აქვს ერთი მინუსი. შედარებით ასე ვთქვათ, არის მემკვიდრეობას დავაბრალოთ თუ პროგრამული ხარვეზი იყო, ძალიან ხშირი არის ფაქტიურად უკვე ნულოვანი გარბენიდან ეს ზეთები, ეს ძრავი ბოდიში იკლებს ზეთს. რეკომენდაცია არის 0.20 სიბლანტე. სულ ახლიდან ეგრევე იკლებს ზეთს. კი, შესაძლებელია ამის გამო 2015 და 18 წლის ჩათვლით გამოშვებული ყველა 24 წელზე ყველა მოდელზე კრაისლერმა გამოაცხადა ქართული რეკოლი. ან უკან გაიწვია და გააკეთა რამდენჯერმე მართვის ეს ძრავის მართვის ბლოკის პროგრამული აპდეიტი. ეხლა ამ მანქანაშიც ამ მოდელში კონკრეტულად 2 თვის წინ, 3 თვის წინ გავაკეთეთ პროგრამული software-ის ასე ვთქვათ გადაწერა კრაისლერის ოფიციალურ დილერთან ამ ქართული რეკოლის ფარგლებში და ზუსტად იმ დღეს შევწვალეთ ზეთი. ეხლა შევამოწმეთ ზეთის დონეს, ნახოთ რა მდგომარეობაში არის. ის რეკოლზე გააკეთა, მაშინ ჯიპმა ეს გაუკეთეთ ეხლა ამ მანქანას? კი, იმიტომ რომ როგორც წინა პატრონმა ამერიკაში არ გააკეთა და ფეხებზე დაიკიდა მოკლედ რეკოლი. კი, პროგრამულად რო შევამოწმეთ ის იყო ქართული ვერსია წერა 0.0. აი, რამდენი ხნის შეიცვალაო ზეთიო, მაგამ ბაგის მე გაკითხარი. არ მახსოვს მე ზუსტად 2.5 თვე ალბათ შეიძლება. გარბენით ეხლა როგორც ნახე, ეს არის 3000 კილომეტრის წინ და აი, რა ხდება, აკლია? კი, ეხლა დაჩანდა, მე მგონი ისე მინიმუმზეა. ეს ძრავი იკლებდა ზეთს, კი, მინიმუმზეა. ანუ უკვე იკლებდა კი, ეს პერიოდულად იკლებდა ხოლმე ლიტრამდე, მაგრამ ამას ეხლა სხვა პრობლემა დაემატა, რომელიც ასევე ამათ ხშირად ჩვევიათ ხუფის საფენიდან აქ ჰერმეტიკები უშვი და უკვე დაძველდა ალბათ. ანუ მაგას თქო დავუყავთ. ეს მანქანა და უფრო ზეთის კლება ვიდრე იმათ, თქო გაუკეთეთ. ეგრეთ წოდებული პრაში უკვე. კი, უფრო მეც ღურის. მაგრამ აქ კიდევ ერთი ის იყო, ეს მანქანა რო ჩამოვიდა, არ იყო ეს ჩემ ხელში მოხდა მაშინ 2.5 წლის წინ იყო ალბათ ეს ყველაფერი. ალების ანტელი ეყენა ისევ ქართული. აჰა. და აქაც იყო კიდევ ერთი ხარვეზი, იმიტომ რომ ეყენა ქართული, რომელიც ასევე კრაისლერმა და ასე ვთქვათ, უნდებულად გამოაცხადა და გააკეთა მაგის განახლებაც, ალბათ ორჯერ შეცვალა და მან რა პრობლემა იყო, ეხლა მე აქ ხელში მიჭირა ზუსტად ეს ალების ანტელის მოდელი, აი ბრენდიც ჩანს, ჩემპიონი არის და აქ აწერი ალების ანტელს, ესე ვთქვათ, თერმული სამუშაო რეინჯი, ასე ვთქვათ, ყველა მწარმოებელს აქვს, ყველა ალების ანტელს აქვს თავისი კლასიფიკაცია, აქ ევროპელებს სხვანაირი სისტემა, იაპონელებს სხვანაირი. რაც ნიშნავს, ან ცხელია თუ ცივი ალების ანტელი. ამ შემთხვევაში ეყენა ეს შეიდარებით ცივის ანტილების ანტელი ვთქვათ, ვერ გადიოდა თვისმენდას, პლუს დაემატა ზეთის ჭამა, ცილინდრში შექონდა და აი აქ მთლიანად ეს არის ზეთის დანამატები, გამომწვარი მეტალები და ასე შემდეგ. არა, ეს არის ქარხნული ალების ანტელი და რეალურად მე ამ რეკოლების და ყველაფრის მე რეკომენდაცია შეცვალეს. კარგი შევთო, მოდი ხა ბარემ დავამატოთ ზეთი. ამბოლში ვართ, ამბოლის ზეთი დავამატოთ, ვოლფის უпростоრად. მინიმუმზე რო იყო, ეგ იყო იმის ბრალი, რომ ამანქანას გაზდის ზეთი, თორე ალების ანტელი სწორი უყენია და განახლებას გაკეთებულია. მოდი აჩვენე ხა ხალხს, რომელზეც ვასხამთ, რატო ვასხამთ მაგზეც და სპეციფიკაციაც ავიხსენე. ესე იგი, ეხლა ჩვენ დავამატებთ ბელგიური მწარმოებლის ვოლფის, ეს ძალიან მაღალი ხარისხის ბრენდი არის. თავის სეგმენტში და ასე შემდეგ არ გავაგზავნოთ. ესე იგი, ახლა ვამატებთ ეკოტეკი ქვია ამზეც 0W20 სიბლანტე. აქ როგორც ხედავთ თავსახურზე ჩასასვლელზე პირდაპირ მითითებული არის, რომ ეს სიბლანტე უნდა გაიქნას გამოყენებული. ბევრს ფრთხილობს ხოლმე და ეშინია ზეთის კლების გამო, მასობრივი კლების გამო, იმიტომ რომ არ არსებობს, მე არ მინახია ესეთი ძრავი, რომელიც ზეთს ფაქტობრივად არ იკლებს. ალბათ არა ჩნევს. ვინმე რო თქვას, რომ ჩემი მანქანა არ იკლებს, უფრო სხვა პრობლემა უნდა ეძებოს, ვიდრე ანუ იქლებენ რა. მიზეზი არის და მაგის გამო ხშირად უშვებენ იმ შეცდომას, რომ გადადიან უფრო სხვა სიბლანტეზე. ხო, სიბლანტის შეცვლა ნამდვილად არანაირად არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ეს multi-year სისტემა კლიენტ აწყობილი არის ზეთის სიბლანტეზე. ბევრს კი ცდილობს ხოლმე 0.20 მაგიდა ჩაასხათ 5.30, 5.40 უწია და მაგე ვითომ ზეთის ჭამას უშველისო და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს უნდა მიეხედოს თავი პროგრამულ გასწორებას, ალების ანტელი დაყენდეს, არაუცილებელი ჩემპიონი დაყენდეს ბოში, NGK-ც, Denso-ც იდეალურად მუშაობს, უფრო მეტიც შეიძლება სხვა ბრენდზე წვაც კი შეამციროს და უფრო უკეთესადაც იმუშაოს. ეგ არ არის პანაცეა, მაინც ამას ორიგინალს დაყენება. ეხლა დავამატებ
ბარემ და თუ მაინც შეჭამა მე რა ვშვებით. ეხლა ხო ამ ძრავს რესურსი მაინც და მაინც ეხლა მუდმივი არა აქვს. ამასაც უკვე 220.000-ია გავლილი და 250.000 ითვლება ამის კრიტიკული რესურსად. ამ დროს შეიძლება უკვე ჯაჭვსაც დაჭერდეს შეცვლა. ამიტომ აქ უკვე ცილინდრები უნდა შემოწმდეს, იქ კომპრესია და ასე შემდეგ და შეიძლება იქ თუ იმას გავიცვალოთ, რომ ქარხნულად თავიდანვე იკლებდა ზეთს, აი ამ ყველაფერს შესვლის მერე ზეთის კლებამ უნდა მოიკლოს, როგორც მინდა. ხო, შეიძლება არ შეწყვიტოს, იმიტომ რომ მაინც იძრავია, რომელიც თავიდანვე იკლებდა ზეთს და ამიტომ შეიძლება არ შეწყვიტოს, მაგრამ უნდა მოიკლოს. კი, როცა ეს პრობლემა დააფიქსირა კრაისლერმა, საგარანტიოზე დარჩენილ მანქანებს ძრავიც კი შეუცვალეს 60.000 კილომეტრზე უკვე იმდენს იკლებდა. ასე რომ ზაფს დავიხმარ, ინგლისელი პაციენტი ხო იყო ფილმი და ეს იტალო-ამერიკელი პაციენტია. მოკლედ, მეგობრებო, ავტობუსის გამომწერებო, ეგეთი ამბავი გვაქვს. Wolf-ის ზეთებზე ავტობუსის გამომწერები პრომოკოდით AUTOBUILD მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას. ანუ არ აქვს მნიშვნელობა Jeep ხავთ თუ სხვა ბრენდი თუ გჭირდებათ Wolf-ის ზეთი და ნებისმიერი სიბლანტე მისი, ნებისმიერი სიბლანტის Wolf-ის ზეთზე ამბოლში მოხვალთ პრომოკოდს ეთქვით ნებისმიერ ფილიალში ამბოლის პრომოკოდს ეთქვით AUTOBUILD-ი და 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ Wolf-ის ძალიან მაღალ ხარისხის ზეთებზე. ესეთი კარგი ამბავი მინდოდა უცებ მეთქვა. ეხლა გადავიდეთ ნატურის შეცვლაზე. პროცედურა უმარტივესია. ნამდვილად იმუშავეს ამის დიზაინზე. უბრალოდ ვაძრობთ ამ რეზინის ღუბს. აქ მას შემოვატრიალოთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ და გამოვიღებთ ნატურას. აჰა, ძალიან მარტივად. გამოვარდა ეგრევე, აი აქ გვაქვს. რა ნატურა უყენია, ნახე, ქარხნული ალბათ. კი, ქარხნულია ნამდვილად. სილვანია არის ოსრამის ამერიკული ბრენდი. და ყველა Fiat და Jeep-ს ქარხნულად უყენია ზოგადად ეს ოსრამის შესული ალბათ იქნება, ხა არ მგონია რომ 220 1000 კილომეტრი გაევლო ქარხნულ ნატურას, მაგრამ ალბათ შესაძლებელია. ქარხნულივე არ გამიკვირდება ქარხნული იყოს. მოკლედ აქ გვაქვს ორი კონტაქტიანი ნატურა ეგრეთ წოდებული, ახლო და შორი ნატების, დაიწვა ახლო ნათება და დავაყენებთ ამ შემთხვევაში ისე ფაქტურად იგივეს ოსრამს ორიგინალ სერიას წარმოებულია ამ აშშ-ში. მე არ მინახია Fiat-ი და ან Jeep-ი, რომელსაც ქარხნულად სხვა ბრენდი ეყენოს. მართლა დიდხანს მუშაობს და აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რას ნიშნავს ეს ორიგინალი. ოსრამი ძალიან მაგარი ბრენდია. ანუ ეს კი, და ამბოლი არის ოსრამის ოფიციალური შემომტანი. კი, ამბოლი უკვე ოფიციალური შემომტანია, ალბათ რამდენიმე აწეულია ოსრამი. და რატომ უნდა დავაყენოთ ოსრამი? მოიცა, ეხლა საინტერესო მომენტი. რა ხდება? სილვანია აწერია ოსრამში. ხო, ნამდვილად ორიგინალი ნატურა რო აქედანაც იგივეს ვაყენებთ. და რატომ უნდა დავაყენოთ ოსრამი? ეხლა ბარი მახსოვს. ეს ფარებიას, თქვა იტალიურად ფარი ეწოდება, მაშუქებს ქართულად რო ეძახით. Jeep იქნება Fiat-ი, Alfa Romeo არ აქვს მნიშვნელობა, დაპროექტებული არის ოსრამ ორიგინალ ამ სერიის ნატურაზე. ანუ ეს ძაფების შუქის გაშლის პროექციის წერტილი, რასაც ეწოდება, ამ აღებული არის ოსრამის ნატურის მიხედვით. ხშირად ხდება ხოლმე აყენებენ ჩინურ ნატურას, შეიძლება სხვა ბრენდიც იყოს მახარისხიანი და ეს კოლბა არის გადახრილი, ან ძაფი არის სხვა წერტილში. ვერ ხდება შუქის სწორად პროექცირება და საერთოდ არ ანათებს. ან დააყენებენ ანათებდა კარგად ნატურისა მანამდე არის დააყენეს რაღაცნა შეიძლება ბრენდული იყოს არა ოსრამი და არანათებს და მგონია თუ რაღაც ნატურა ესეც ცუდი ხარისხის სინამდვილეში არის ამ პროექტის ამბავი დაპროექტების ამბავი. კაი, ახლა უცბად ჩავაყენებ და მაგ არის ამას აღარც უნდა შემოწმება. ძალიან მარტივია ამას ყველა გააკეთებს. როგორც ჩანს ისრის მიმართულებით ან პირიქით ჩასმის დროს პირიქით. ხო, უკვე ისრის მიმართულებით. როგორც ჩანს იტალიელებმა აქ უკვე იაპონელების გამოცდილება გაიგვალისწინეს და მარტივად ყოფილიყო შეცვლა. კარგი, გადავინაცვლოთ ჩეროგზე. მოკლედ აქ უკვე გვაქვს არა Fiat-ის, არამედ Jeep-ის ძრავი. ემჩნევა კიდეც V6 6 ცილინდრიანი, ხო, უკვე ამორტიზატორებით. უფრო მაღალი კლასია, ეს არის V6 3 და 2 ესე არის, ხო? ატმოსფერული.
კი, 3 და 2 არის, ეს მემკვიდრეობით გადმოვიდა უკვე ჩეროკზე. წინა ჩეროკიდან. წინა და გრან ჩეროკიდან Wrangler და დაშენეს 3 და 6 ძრავი იყო, მე ეს ცოტა შეამცირეს მოცულობაში ეკოლოგიის გამო. ოღონდ ატმოსფერულია ტურბო რამე არ არის 3 და 2 V6 ატმოსფერულია. წესით ძალიან ჯამსთებ. წესით, მაგრამ ხო, ეხლა რა აქვს? დიდი ძრავია, სიმძლავრე ყოფნის, კარგია, ჩეროკისთვის საკმარისია. აქ ჩეროკზე ეყენა კიდევ 24 ძრავით, იგი ანალოგიური, მაგრამ სიმძლავრეში ცოტა ჩამორჩება, მოიკოჭროს, არ არის საკმარისი აშკარად. კაია რა მხრივ, გამძლე ძრავია, რესურსი დიდი აქვს, ჯაჭვით იმართება. ეხლა აქ ერთი ხუფი გვაკლია, სრული სილამაზით უნდა ეგარებია. მაგრამ სამაგერ ჩანს ყველაფერი? კი. კომპლექსურია, რთული ძრავია, ეხლა ვესებური ძრავია, არის დახრისკული. და ისეთი პრობლემა რა აქვს, ეხლა ზეთი ამას 520 სიბლანტე ეკუთვნის, ანალოგიურად Chrysler სტანდარტი უწერია, მაგრამ ნებისმიერი 520 იქნება API სპეციფიკაცია ან ACI-ას რო კონდეს პრობლემად მიდის, ზეთის კლება ჯამ ამან არ იცის და ერთი მინუსი რა აქვს, ერთი არა, რამდენიმე აქვს. ხშირად უფუჭდება ის ანთების ჩიბუხები. ეგრეთ წოდებული ბაბინები. ეგრეთ წოდებული ბაბინები. კი, შეიძლება გამოვიდეს წყობიდან ცალკეული ინჟექტორი გაითიშოს და ჩეკს ანთებს ხოლმე. კიდევ ძალიან ხშირია განსაკუთრებულად, ვინც პირველად ჩამოიყვანს, უნდა მიაქციოს ყურადღება ზეთის ჩასადები მოდულის, რომელსაც გოჭას ეძახიან, აქ რადიატორი აყენია ზეთის გაგრილების და ქართულად უყენია პლასმასის. რომელიც ზოგადად სიმხურვალისაგან შუაში არის და სიმხურვალისაგან ვერ გრილდება კარგად და სიმხურვალისგან და ის სკდება და იწევს ზეთის ჟონას. პირველ რიგში მაგას ხოლმე აყენებენ ალუმინისას და მე პერიოდულად შეიძლება ხოლმე უბრალოდ რეზინის შუა სადებების. ამაზე არ ქონდა რეკოლი? რეკოლი არ ქონია, იმიტომ ქართულად ისე პლასმასურია, მაგრამ ეხლა ვხედავთ შეცვლილი არის უკვე ალუმინის აყენია. ნუ პერიოდულად მაინც გადამოწმება ჭირდება. შეიძლება გავხსნას თერმოსტატი, მაგრამ თერმოსტატი ადვილად იცვლება, ადვილად ცუდი მისადგომია. სხვა ესეთი პრობლემები ძრავს ზეთის ჭამა არა, ერთადერთი საწვავის ხარჯი იწოც. საწვავის ხარჯი ქალაქში ეხლა სხვადასხვა ეს 15 კილომეტრს გვიჩვენებდა, მაგრამ რეალურად ზამთრის პერიოდში 17 კილომეტრი. აი ზეთის გამოჟონვა და სტრაცები ახასიათებს ამასაც, საიდანმე? ხუფიდან ოღონდ დიდ გარბენზე უკვე ალბათ 200-ს მე ეხლა აქ ცოტა შეინიშნება იქით ამ ხარეს. უკვე დროული ამასაც 220-ზე მეტი აქვს, 230-მდე. და აი აქ იქით ამ ხარეს აქვს. ხუფიდან ეგ ამხელა გარბენზე მანქანას ამ გარბენზე უკვე აქვს ხოლმე გარბი. მაგრამ მე მაინც მიყვარს ატმოსფერული ძრავები. ხო, ანტიფრიზები რაც შეეხება, ხო ძალიან ის არის ეშინიათ ამ რადიატორის გამო და წინა რადიატორის გამო ალუმინის აქვს ანტიფრიზი. ანტიფრიზეც უწერია Chrysler-ის წიგნში რეკომენდირებული Chrysler მატერიალ სტანდარტი, ასე ვთქვათ 32 აქ დაბოლოება თუ სწორად მახსოვს. მაგრამ ეს არის ზოგადი ნორმა, ხა GP-ის, Chrysler, Fiat-ის განსხვავებული რაღაც არაჩვეულებრივი ანტიფრიზი არ არსებობს. სტანდარტული ორგანული ანტიფრიზი ჭირდება, ზუსტად იგივე რაც ევროპულ Alfa Romeo-ში და Fiat-ში მიდის. Fiat-ის სპეციფიკაცია ეგ დაბოლოებას ვიტყვი 23 კმ-ით თავდება. თუ აწერია ანტიფრიზ, უპრობლემოდ მიდის. მე არ მიყვარს ამ კითხვის დასმა და არც არავის არ უსვამ ხოლმე ამ კითხვას მე თვითონ, მაგრამ ვიცი რომ ბევრს აინტერესებს. გაზი ყენდება? ეგ ვისაც ჩამოყავს? ყენდება არა. გაზს რო დააყენებ მე ნორმალურია? ბევრი აყენებს, ეხლა ეს იმდენ წვავს, რომ ვიცი რომ ბევრს აინტერესებს, ეხლა ჩეროკზე გაზი დადგება თუ არა და რა მოხდება მე? თუ მოხდება რამე? კი, ნუ ჩეროკის მოყვარულები, მწოდნეები ვინც არიან, ყველა მიცის და ვინც არ იცის იმათ გასაგონად ვიტყვი რომ კი ყენდება ბუნებრივი წვევადით და მუშავს იდეალურად. ატმოსფერული ძრავია ძველი ტრადიციული მეთოდით დამზადებული და უპრობლემოდ კი 2.4-ს ყენდება, მაგრამ ამაზე შეიძლება ვთქვათ უპრობლემოა. იაფასიანია ეგრეთ წოდებული თურქული თუ პოლონური მეოთხე თაობას რო ეძახიან, მარტივად სწორდება. ალების სანტლები, ვისაც აინტერესებს, აქაც იგივე არ უნდა შეცვლო, იქ ქართული ირიდიუმი არის, თუ სწორად მახსოვს, გაზეც იგივე მუშაობს. ანუ რაც რენეგეიძე ვთქვით სანტლებზე, ის ამას არ ეხება. არა. და იგივე სანტლები რაც ბენზინზე მუშაობს, გაზეც იგივენაირად. ხო, ნუ ანუ ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ყენდება რა, ბევრს შეიძლება დაუყენონ და უყენებენ ხოლმე გაზს, მაგრამ აი მე ეწყებათ ძალიან სერიოზული თავის ტკივილები და ამ შემთხვევაში ეგ არ არის, მოკლედ აიწანს ეს მანქანა გაზზე გადაყვანას, ბევრი გადაიყვანს, ვიცით. იმიტომ რომ დიდი ძრავია და ბევრს აწვავს მოიხმარს და ამიტომ ბევრს გადაყავს ხოლმე გაზზე. კარგი, ანუ ეხლა გადავინაცვლებთ ამბოლის ახალ ბოქსებში, სადაც უკვე გამიხილავთ გადაცემათა კოლოფებს ორივეზე, შევცვლით ორივეზე ზეთს
და ასევე სხვადასხვა ხიდებს შევამოწმებთ და ასე შემდეგ და ბევრი კარგი რჩევა უნდა მოგცეთ იქაც. წავედით ახალ ბოქსებში. გადმოვინაცვლეთ ამ ბოლის ახალ ბოქსებში, აქ უკვე უნდა ავწიოთ მანქანები და შევამოწმოთ ხიდები, გადაცემათა კოლოფის ზეთი შევცვალოთ და ასე შემდეგ. ამაში უკვე დაგვეხმარება ამ ბოლის ტექნიკოსი გეგი, სალამი გეგი. და მე მგონი ჯობია ავწიოთ უკვე. დავიწყოთ. აგვიწია ჯერ რენეგეიდი. ნახოთ აბა რა ხდება ქვემო. ეს მოსახსნელია, დაგჭირდება ამის მოხსნა. ხო? რკინა არის, ტრეილ ჰოკია და ტრეილ ჰოკზე რკინა. სამურავის მოხსნას დაგჭირდება ამის მოსახსნელად? არა, სამურავს მოხსნით, რომ ზეთის დონე ვნახოთ და მე ჩასასხმელად გამოგვადგება აქეთ მხრიდან ეს ნიშნული უნდა გამოვიყენოთ. მე აქვე აყენია გამონაწილებელი კოლოფი და იქაც ვეცდებით ჩამოღვრით და უკანა დიფერენციალი აქ შევცვლით შევამოწმებთ, მე როგორც ცოტა ხანზე დაამატეს, იმიტომ ეს დიფერენციალი გამოდმებით იკლებს ზეთს. კოროზიებს ხედავ შევცა. კი, ჟანგები არის. არის და ზეთის ნაჟონი აქ კატანურ ღერძის გამავალში აქ ჩობალი აღენია, რომელიც ამათის ხა მაგრამ აბა კი. ამათის სენი არის ყველა იქრებს და ამიტომ აუცილებელია ყოველ 40000 კილომეტრზე დონი აქ შემოწმდეს ხოლმე. ხო არა. და აქ ზეთის არ არა შეცვლა ბაინახ კლიანად შეცვლა. კარგი, მოდი მოვხსნათ ხა დავცავ მაშინ. აი, რას ვახულობთ ახლა თქვა კიდე ერთხელ? ეხლა მოხსნით ზეთის დონის შესამოწმებელ ბოლტს, ჩასასხმელ ბოლტს და მე ჩამოვუშვებ ზეთს, რო დავჭეთ უზეთად. შევამოწმოთ რამდენი ჩამოვა, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიღოთ, რაც შეიძლება, ნაწილობრივად შევცვლით ზეთს და ახალზეთ ჩავასხმოთ. კარგი, ეხლა ვამოწმებთ მოკლედ გადაცემათა კოლოფის ზეთის დონეს და ხელში გიჭირავს. ეს არის სპეციალური ჩასაზომი, მასშტაბია თუ რა ვიცი, შუბს ამას ვერ დავარქმევთ და ესეთი 14 ცალკე იყიდება. ცალკე იყიდება, ორიგინალი არ არის ეს, მაგრამ საქმეში კუსტავრათაც შეგიძლიათ გააკეთოთ ზომები ინტერნეტში შოება. უბრალოდ ეს მე მომიწია გამოწერა, იმიტომ რომ თბილისში რომ მოვიკითხე, ცნობილი კოლოფის ხელოსნები და იმათაც არ იცოდნენ ამის ხმარება. მოკლედ ეხლა საზომი გვერდთა საბოლტიდან მოუშვებთ. იქიდან ზეთი თუ გადმოვიდა, ეს უკვე კარგია, არაკლია, კოლოფი გაცილებული ATF უკვე ცივი არ 40 გრადუსამდე იქნება და ის არის თუ არ გადმოვიდა, ესე იგი აკლია. მაგრამ ჩვენ თლიანობაში მაინც გავზომავთ, იმიტომ ქვეშნა ჩამოუშვებთ, ზომ ჭურჭელში გავავრწყავთ და გავიგებთ რამდენი ჩამოვიდა და მე უკვე ნორმაზე რაცა იმის მიხედვით ამის გარეშეც დავაყენებთ. როგორც პროცედურა მოიწევს. კი ბატონო, კარგი. ეხლა გეგის ვთხოვ, ამით გეგიჭირდება. კი, ბარი მოარგოს. კარგი, უნდა შემოწმეს დაქოქილზე და დაახლოებით 50 გრადუსზე, ეხლა არის 40 გრადუსზე დაქოქილი არ არის. ეს გვეუბნება ბევრს არაფერს, მაგრამ მე როცა ჩავასხამთ, გავზომავთ, რამდენი კარგად დავაყენეთ, ხო ეს? კი ბატონო. კაი, და თან გავიგებთ, როცა ჩამოვასხამთ, რამდენი ჩამოვა და აკლდა თუ არა, რა რაოდენობა აკლდა თუ აკლდა. კი ბატონო. მივედით ჩამოშვებამდე, ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჩეროკზე იგივე კოლოფია და არ დაგჭირდება ცალკე ეს ახსნა, უბრალოდ იქაც იგივე უნდა გავაკეთოთ და ეხლა ჩამოვუშვათ მოკლედ და თან გავიგებთ. ეს ზეთი იდეაში მწვანე ფერის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ დროს მწვანე იქნებოდა. აშკარად დამწვანე. არის მწვანო ფერი და. აი, ბოჭუჭკი ესაა და აცვეთი მეტალები. ან თავის დროზე მწვანე იქ. აი, ბოლოს უკვე ნახე. 200 თუ გავიტაცეს ქართული ზეთია და რა თქმა შეცვლილა, მაგრამ კაი. 3 ლიტრი. ესე იგი არ აკვირდა. ზუსტად 3 ლიტრი. არ აკვირდა. ზუსტად ნორმალი. ანუ ჩვენ რო გაგვეზომა დაკოქილზე, შემოთა ჩვენამდე. აჰა, მოდი ზეთები და რა ზეთები. სულ ვოლხები. ეხა ამ მანქანაში ამდენი არ შედის, ეს ორივესთვის გვაქვს ჩვენ, მაგრამ აი ეს არის გაუმართი. აქ წავა 3 და 300, ხო? 3.5. 3.5. 4 ბოთლი გვეყოფა ზედმეტობით. ამასაც დავიტოვებ. ეს დავიტოვებ. რაცა რაჩენი გადავანაწილოთ. მეორე მანქანაში მე. ეს აპარატი რაც ემსახურება, ამით უნდა ჩავასხამთ ახლა ჩვენ გადაცემათა კოლოფში ზეთი. რაზეც ვასხამთ, რატომ აპარატით? ეს რეალურად არის უბრალოდ ზეთის ტუმბო და გვეხმარება ხელით რვა სპრიცი და ასე შემდეგ გავიცვალოთ.
უბრალოდ მარტივად ამით სწრაფად უცბად ჩავასხავთ. ეშინიათ ხოლმე აპარატები. ხო, ეშინიათ გონიათ, რომ წნევით, იგ წნევს აერთებენ, ნაშრება სოლნოიდებს აფუჭებს და ასე შემდეგ, ჭუჭყი გამოაქვს, ზედმეტი ჭედავს და ასე შემდეგ. ეგ მითი ეს უბრალოდ ჩასხმაში გვეხმარება. ეხლა რაც შეეხება ზეთს ვიყენებთ Wolfs კლავას და კლავაც. ეს არის სპეციალურად ZF-ის ZF-ი გენომატოლოგიას ექვია. კოლოფებისთვის 8 სიჩქარიანის და 9 სიჩქარიანებისთვის. ამას აქვს 9 სიჩქარიანი. ამას ZF-ის ლიცენზიის ქვეშ აწყობილი კოლოფი. კი, Chrysler-ის მიერ წარმოებული ამერიკული კოლოფი აყენია 958 TQ Cherokee-საც იგივე აქვს? კი, Chrysler-ს Fiat-ებსაც. რატო ეს ZF? ეს ZF არის სპეციალურად მორგებული ZF-ის კოლოფებისთვის, ეს არის უნივერსალური, ეგ ეწოდება multi-ATF-ი, წითელი ფერი, რომელიც ახლა შეღებილი, ეს არის კონკრეტულად მწვანე ფერის, ამით განირჩევა სხვებისგან და რატოა კაი? როგორც შევამჩნიეთ, ZF ახლა ძველია ჩამოიღვარა, არ იყო მკვეთრად შავი. ხშირად არის ხოლმე, რომ ეს არის აი მაგალითად წითელ უნივერსალურ ZF-ს ჩაასხმენ ხოლმე, კი კარგად მუშაობს რაღაც პერიოდი, მაგრამ 30 კილომეტრის მერე უარესად შავია, ვიდრე სპეციალიზებული ZF. ამას მაინც ჰქონდა სიმწვანე, დაყვებოდა. ამიტომ ჯობია ხოლმე ყოველთვის ZF-ის ურჩევნია თავისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული ZF-ი ჩაისხას და არა უნივერსალური. ეს ZF-ი მუშაობს ძალიან კარგად და ეხლა რა კი უკვე შეიცვალა ყოველ 40,000-ს ერთხელ სასურველი ნაწილობრივ განახლება მოხდეს ხოლმე. მთლიანობაში ჩადის 6 ლიტრა, მაგრამ შეცვლის დროს გამოდის 3.5 ლიტრი. ანუ 40,000 კილომეტრში ერთხელ უნდა გამოიცვალოს გადაცემათა კოლოფის ზეთი. განახლება მოხდეს და პროგრამულადაც განახლება ან ადაპტაცია ასე ვთქვათ სასურველია, რომ ის წარქმები რაც აქვს შემცირდეს. წარქმები აქვს. ბოლომდე ეს არ უშველის, რაღაც დონეზე დარჩება რაღაც მომენტებში, მაგრამ ეგ ამ კოლოფის დამახასიათებელი ნიშანია. და საგრძნობის სხვაობა იქნება. ეგ წარქმები არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ეს ვიზუალურად ვაჩვენებ, ეს არის მწვანე ფერის და კაი მწვანე. დაკოქეშაკო. და ნენე სხვა და 10 წამი გადაიტანე წინ და უკან ორჯერ. ჯერ ერში. აი, გადამაქ ერში. 10 წამი ხო რა. მერე ისევ მერე ნენი და პე ბოლომდე. წავიდა ნეიტრალი? 28 გრადუსზე ჩამოვიდა აქაც. 26 აქ. წავიდა ნეიტრალი. კი, ნეიტრალი 10 წამი გადაიტანე. აი, ნეიტრალი. დრაივში მე უკან და მე ისე უკან. პარკინგში დატოვე და 2000 ბრუნზე აიყვანე. პარკინგში ვტოვებ 1 წამით გავიდი 10 წამი. აჰა, პარკინგი. და 2000 ბრუნი? ხო. დავტოვო 2000 ბრუნი. ხო, დაიჭირე 2000 ბრუნზე აწი ერთ წამი გავუშვით. გავუშვით. გააჩერე. კაი, გავუშვი აბა. გააჩერე. 38 გრადუსი. იყოს ეგრე. კიდე გავუშვი აბა. კაი, საკმაოდ გავის. ეგ არის. 39 გრადუსზე ნორმაზე დადგა. ეგ არის? კი, ეხა ბოლოს დააყენებს, არ ჩააქრო. არ ვაქრო, არა. რენეგეიდის ამბავი ამ შემთხვევაში მოვრჩით, გამოიცვალა გადაცემათა კოლოფის ზეთი, გააგრძელე. ასევე შევამოწმოთ და შევცვალეთ უკანა ხიდის ზეთი, რომელიც აკლა დაახლოებით 200 მილიტრი და მაგას უკვე აღარ გაჩვენებთ. გამონაწილებელ კოლოფშიც ასე სადაც 400 მილიტრი ჩავიდა, მთლიანად შევცვალეთ და ჩავასხით ორივეში ერთ და იგივე ზეთი მიდის, ზუსტად 1 ლიტრა გვეყო 75-90-ზე GL5 სრული სინთეტიკა მაღალი დატვირთვის. ხო, უბრალოდ აქ საჩვენებელი ბევრი არაფერი აღარ იყო, იმიტომ რომ მარტივი პროცესია შედარებით და ამიტომ აღარ გავწელავთ ვიდეოს, თორემ გაგგრძელდება ძალიან დიდხანს და ეხა გადავინაცვლოთ Cherokee-ზე, გავაკეთოთ იგივე, შევცვალოთ გადაცემათა კოლოფის ზეთი, შევამოწმოთ ხიდებში ზეთები და უბრალოდ პროცესი იგივე არის, გადაცემათა კოლოფი აქვს აბსოლუტურად იდენტური და კადრებს დაგიტოვებთ, თუ რაიმე გზად შენიშვნა გაგუჩნდა, რა თქმა უნდა გეტყვით და ხვალ უკვე ტესტ დრაივის დღით.
მოკლედ, მოვედით ძალიან ესეთ ინდუსტრიულ ბრუტალურ ზონაში, რაც ჯიპს მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ უხდება, იმიტომ რომ ჯიპი თავისი ფენომენით და დნმ-ით და საწყისი ისტორიით არის ბრუტალური მანქანა, მაგარი გამავლობის და ესეთი მკაცრ და ესე ვთქვათ, რთულ გარემოში სასიარულო ავტომობილია. მეცხრე ბლოკის წინ დგავართ, ხალხო. 90-იან წლებში მეცხრე ბლოკი ყველას გახსოვთ, სულ რო ითიშებოდა და დნმ რო არ ქონდა, შენს ხო გახსოვს? კი რა. კი, არც ისე პატარა ხარ, ხო? და ბევრს რო ჯერა დღემდე რო არ არსებობს სინამდვილეში, არსებობს და მუშაობს, რაც თავარია. და თან 90-იან წლებში ეხა მეცხრე ბლოკმა მიმიყვანა იქამდეც, რომ რეალურად როცა საქართველო გახდა დამოუკიდებელი, აი მაშინ ჯიპ ჩეროკი ითვლებოდა, მაშინდელი ჯიპ ჩეროკი, აი ეს რაღაცა რო მარტივად რო იჟანგებოდა, ხო? ჩარჩოზე იყო. თუმცა მაგარი მანქანა, ჩარჩოზე იყო, ხო, რა თქმა უნდა. აი მაშინდელი ჯიპ ჩეროკი იყო მოვლენა საქართველოში, რო გეულო ამ მანქანა და ზოგადად ჯიპს ვეძახით ყველას. ყველა მანქანას, რომელიც არის მაღალი, არის 4-4-ზე და არც შეიძლება იყოს 4-ზე, მაინც ჯიპებს რო ვეძახით და დღემდე ეგრე ვეძახით, ეს არის მოკლედ ამ ბრენდის დამსახურება, ნაღდი ჯიპი არის ეს. ხო და იმის თქმა მინდა რომ დრო შეიცვალა მას მერე. დღეს არც ერთი ეს მანქანა, არც ჩეროკი და არც რენეგეიდი არ არის ჩარჩოზე, ხო? ესეა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოფროუდში არ ვარგა. ოფროუდში ძალიან კარგი მანქანებია ორივე. მოდი ახლა შენ გააგრძელე კომპლექტაციების თემა და მე კიდე ერთი აზრი მაქვს. საერთოდ განვიხილოთ ახლა ამ ორი მოდელის კომპლექტაციები, ჩამოთვალოთ რა ვერსიები არსებობს. ესე იგი, აქ გვაქვს Trailhawk-ი, თუმცა ამის გარდა არსებობს, დავიწყოთ ქვევიდან საბოისო კომპლექტაცია, რომელსაც ეწოდება Sport-ი, მე Latitude და Sport-ი რო საბაზისოა, ცოტა არ მომწონს, მაგრამ კაი გააგრძელე. Limited-ი. ნუ Sport-ი ძალიან ასკეტურია და ძალიან მცირე ფუნქციონალი აქვს. და Limited-ია შედარებით უფრო კომფორტული და მაქსიმალური კომპლექტაცია. ესაა Trailhawk-ი, განსხვავდება აქ წინა ბამპერი არის უფრო მყარი, ქვეშ რკინის დამცავი, აქ ის საკაუჩე საბუქსირები, განსხვავებული დიზაინის დისკები და რაც თავარია GP საფირმო ბეიჯი Trail Rated-ი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით ავხსნით, რაც ნიშნავს და როგორ იმსახურებს მაგარ GP. გადავიდეთ Cherokee-ზე ეს არის limited ვერსია. აქაც ანალოგიურად გვაქვს Sport-ი, Latitude-ი, არის უფრო უმაღლესი და ცოტა იშვიათი Overland-ი და ზოგადად მე ვინცაც უნდა Cherokee-ის ყიდვა ურჩევდი უფრო Overland-ი აირჩიოს, იმიტომ ეხლა უფრო ბევრად ხელმისაწვდომი გახდა. და რატო ურჩევდი ეგეც თქვი ბარე? მაქსიმალური კომპლექტაცია შედარებით, თუმცა აქ ზუსტი ზღვარია ეს კომპლექტაციაში ფუნქციონალები რა არის, რომელშიც უნდა შედიოს ჯიპში არ არსებობს. უფრო ხასიათის ამბებია. ხო, ანუ კლიენტი რამდენად უფრო ოფროუდერია, რამდენად უფრო კომფორტულია, ან რამდენად უფრო რაღაც, ხო? კი. Trailhawk-ი აქვს აქ ძალიან სპეციფიკური და ძალიან მაღალი გამოვლენას და კარგი გამოვლენას, ასე ვთქვათ, კონკურენტული ჯიპი. ალბათ საუკეთესო გამოვლენობის Cherokee არის Trailhawk. Trailhawk-ი Cherokee-ებს შორის და მე კიდე არის Grand Cherokee, იმაგაც თავის Trailhawk-ი აქვს და ასე შემდეგ. მეც რო უყურებ ხა ამ ორივე მანქანას იდეაში Renegade-ს აქვს ძალიან მაღალი კლირენსი და ეს არის ზუსტად მაგ Trail Rated Beige-ის დამსახურება და ამ Trailhawk ვერსიის დამსახურება. ამას ოფროუდში არაფერში არ ჩამორჩება. ამ წუთას limited ვერსიას, ხო ესეა? რეალურად. არა, შეიძლება აჯობოს კიდე. შეიძლება ალახში აჯობებს. და ეს რო Trailhawk-ი იყოს, მაგ შემთხვევაში უკვე ეს იქნება უკეთესი. კი. ძალა სიმძლავრე მეტი აქვს აქ Trailhawk-ისთვის ყველაზე გამართლებული ძალა მაინც 3 და 2-ია, 2 და 4 ვერ ყოფნის, ვერც ტრასაზე, ნუ იქაც დაიტანჯება რა, ცუდ ქუიანგზაზე რო იან კლდეებზე იძრომიალოთ, ცოდო ეს მანქანა. Renegade ხო უფრო კომპაქტურია, მაგრამ არის უფრო მაღალი. კი. და ეგ ცოტა უცნაურია ესე თავიდან რო მე სიმართლე რომ გითხრა, ეს მანქანა ვიზუალურად მომწონს, ეხლა რასაც უყურებ, თან ფერები აქვს ისეთი, თან მოკლედ ბარემ აქვე ვთქვათ, რომ GP Juventus-ის სპონსორი იყო და არის, ხო? იტალიური Juventus-ის და Juventus ჩემი საყვარელი საფეხბურთო კლუბია. და პლუს მაგას არის Dortmund-ის Borussia-ს ფერებში და ჩემი მეორე საყვარელი გუნდი არის Dortmund-ის Borussia. ამიტომ ეხლა რო უყურებ, მომწონს. თან Juventus ფორმაზეც ეწერა, არა მარტო GP, არამედ Renegade-ის ეწერათ და Juventus-ის ახალ ფეხბურთელებს მიყავდათ ხოლმე ბაზაზე Renegade-ების და მოკლედ მომწონს ეს მანქანა, მაგრამ რატომღაც მაინც მაქვს ის განცდა, რომ შიგნიდან არ მომეწონება და მე ვნახოთ ერთად და ჩავждეთ, იმიტომ რომ რაღაცა მე მომწონს ზოგადად კომპაქტური SUV-ები და კომპაქტური ჯიპები, პირდაპირ ვიტყვი, ორკარიანი Prado მომწონდა, მაგალითად Suzuki Jimny-ს მომწონს, საერთოდ ყველაზე პატარაა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ რაღაცა ხილვადობა არ არის, თლად კარგი და ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა რომ იყოს კომპაქტური SUV ყველგან მავალი თუ აი სერიოზული ოფროუდერი. აი ცოტა
გაჭრილობა მგონია მაინც Renegade საბოლოო ჯამში. შენ რას ფიქრობ? Renegade მაინც Fiat-ის შასია თავიდან ბოლომდე Fiat 500X-ია დაფუძნებული, იწყება იტალიაში, მელფიში, სამხრეთელია ესეც. იდეა Fiat-ის და Jeep-ის იყო, რომ მაქსიმალურად აეთვისებინი იაფასიანი სეგმენტი. ანუ მაქსიმალურად ეკონომიური მანქანა გააგდეს, კომპაქტური, რომელიც ევროპის ვიწრო ქუჩებს და იტალიური ქუჩებს მოერგებოდა. და მე აი მაგ ფენომენზე რო ვფიქრობ, Fiat 500X-ი მირჩევნია, როგორც აი გარედან რო შეხედა ორივე მანქანას, აი მაგ შინაარსის გათვალისწინებით მირჩევნია Fiat 500X-ი. ზოგი რატომღაც ეძახის რომ ეგ უფრო ქალური მანქანაა და უფრო კაცური არის Jeep. აჰა, ქალური მანქანა მირჩევნია მაგის თქმა. ოჯახში ვინცა ალბათ მოყვარული Stellantis-ის ჯგუფის გასაგებია, ხო, ხა off-road-ზე თუ არ დადიხარ, თუმცა Fiat 500X-აც აქვს ტრეკინგ ვერსია, ხო, რომელიც ძალიან მშვენივრად იulis პარეორ off-roaders შეიძლება არ ჩამორჩეს. კი ბატონო. კიდევ ერთი კარგი ისტორია გამახსენდა Jeep-თან დაკავშირებით, როცა Fiat-მა დაასრულა შესყიდვა Chrysler Chrysler-ის ჯგუფის და Jeep-ისთვის დაიწყო ახალი ერა, Fiat-მა დაიწყო Chrysler-მაც სოფლიო მასშტაბით ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები. ეს იყო როგორც Juventus-ის სპონსორობა, მოგეხსენებათ Fiat-ი და Juventus-ი ეკუთვნის ანიელების ოჯახს და ასევე ყველაზე ისე ამერიკაში როგორ უნდა გაეყიდა თუ არა ჰოლივუდში თუ არ შევიდოდა. ამიტომ 2016 წელს გამოვიდა Batman-ის Superman-ის წინააღმდეგ ახალი ფილმი. იქ ხვდებით Bruce Wayne-ი როგორ გარის მილიარდერი Bruce Wayne Jeep Renegade და მანევრებს ქალაქში თელ ამბებში. ანუ ეს დიდარი Ben Affleck-ის პერსონაჟი დარბის Renegade-ით და გაურბის აპოკალიფსს, ხო ეგრეა? და მან არის მაგარი მომენტი ერთი. რომ გაურბის, კარგად გაურბის ყველა ამ უბედურებას, მაგრამ გარშემო ბოლოს იმტრავიან General Motors-ის მანქანები. არა და ამ დროს პოლიციაც Chrysler-ის მანქანებით არის. იქით Chrysler-ი, აქეთ Dodge-ები, Jeep-ები. Chrysler-ის კონცერნის მანქანები გადარჩებიან, Renegade-ის სასწაულებს აკეთებს გარბის, გამორბის, გარშემო ყველაფერი ინგრევა და General Motors-ის მანქანები იმტვრევა. General და კონკურენტის მოკლედ რა და იქონდა ჩადებული მაგ ფილმში. კარგი, ეხლა მოდი მაშინ გადავინაცვლოთ უკვე შემდეგ ეტაპზე. მოდი ვთქვათ ამ მანქანების დაახლოებით ფასები და მცირე თავის ტკივილების აუხსნაც და რას ურჩევთ პირველ რიგში სანამ დავიწყებთ უკვე ჩავждებით და დავიწყებთ სიარულს, მანამდე რას ურჩევთ მაყურებელს ეგ ვთქვათ. რჩევთ ალბათ თუ Cherokee-ის შემთხვევაში აირჩევენ ჯობია კარგი კომპლექტაციით შეიძინონ, ეს იქნება limited-ი თუ overland-ი ან trailhawk-ი, როცა ვინც off-road-ის მოყვარულები ისინი ამჯობინონ რა თქმა უნდა trailhawks და 3 და 2 ძრავი ამჯობინონ იმ ხრივ რომ რესურსი მეტი აქვს ამ ძრავს და მაგრამ წვა აქვს სამაგიეროდ ძალიან მაღალი. ალბათ 15 ლიტრა ყველაზე კარგ ვარიანტში, 17-18 ლიტრა არის ნორმალური ქალაქისთვის. ჩამოვედი 15-ზე დაბლა ჩამოვიდა ძლივს ქალაქს რო გამოვსვით მერე 14 ნახევარზე ჩამოვიყვანე სანამ არა და ძალიან ეს სწრაფად და ის არ მივლია. ანუ 15 ლიტრს სვავს. პირდაპირ ვთქვა რა. შენი რა შვება? ეს ეხლა მიჩვენებდა დაახლოებით ქალაქგარეთ 8 litrას. მე ამასობაში ის ადაპტაციები გაიარა და კოლოფი გამოსწორდა აჩქარებაში უფრო კვეთრი გახდა და ზრბილად მუშაობდა შედარებით. თუმცა ქალაქში ეს 13 ლიტრას მაინც მოიხმარს. გაზის ჩაყენების შემთხვევაში როგორც ვახსენეთ იქ სერვისში კი ბატონო ორივე ძრავი მუშაობს, მაგრამ რესურსი 3 და 2 მაინც უფრო მეტი აქვს. უკეთესია ეს. კი. უკეთესი გამოსწორება. მე მაქვს ერთი მთავარი რჩევა მაყურებლებისთვის. რაც აქამდე შევამჩნიე, დანარჩენს მე კიდევ ვილაპარაკებ საჭესთან და სალონში, მაგრამ მთავარი რჩევა რაც მაქვს, დიდი გარბენით არ გინდათ ჩამოყვანა. ამას აქ ეხა 220,000 კილომეტრი, ცოტა მეტიც. და ემჩნევა ის რომ არის ძალიან გაცვეთილი სალონი და აი ის პრობლემები რაც ჩვენ ავხსენთ სერვისში უფრო მკვეთრი ხდება ხოლმე როცა არის ძალიან დიდი გარბენი. ამიტომ ხალხო ეცადეთ რომ რაც შეიძლება ნაკლებ გარბენიანი ჩამოიყვანოთ, იმიტომ რომ თან ამერიკელებს არ უყვართ მოვლა და ეს სალონში ეთყობა. აი ეხლა გადავინაცვლოთ უკვე სალონებში, დავიწყოთ სიარული და ვაჩვენოთ უკვე კონკრეტულად რა ეთყობა, როგორ ეთყობა და სად ჩანს აი ეს ცვეთა და ის ამერიკელების მიდგომა რომ კარგად არულიან მანქანებს და მოკლედ ბევრი რაღაცა შევამჩნიე ამას და შენ არ ვიცი იმაში რა მშვიდაროა. ბარემ კიდევ ერთ რაღაცას ახსენე Jeep-თან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება Jeep-ის მოყვარულებმა იციან, მაგრამ ახალბედებმა არ იციან ჯერ ისევ. ეს არის Jeep-ის ერთი ტრადიცია.
ეს ეხება Trailhawk ვერსიებს. ამერიკელებს ხომ ევასებათ ეს სამკერდე ნიშნების, კაუტური სიმბოლიზმი და ასე შემდეგ. ასეთი ტრადიცია მოძგავს ჯიპსაც. ეს არის Trail Rated badge, რომელიც ამშვენებს Trailhawk ვერსიებს, ანუ გაძლიერებულ off-road მოდელებს და საიდან მოდის ეს, რას ნიშნავს? ეს არის ესეთი ტესტი კალიფორნიაში ჯიპს აქვს Rubicon Trail-ი ქვია, ანუ ბილიკი არის 22 მილიანი ბილიკი არის ძალიან ისეთი უგზოობს, ანუ კლდიან მთებზე და ტყეებში სასიარულო არის. ეს მანქანა ეს სპეციალურად ამაღლებული, გაძლიერებული თავცავით თუ გადალახავს, იქ სადაც 5 პუნქტი უნდა დააკმაყოფილოს, სიტყვას მანევრი, კლდეზე ძრომიალი, ტალახში, წყალში გავლა და ასე შემდეგ. თუ მანქანა გაივლის თავიდან ბოლომდე გაუჩერებლად, ენიჭება ეს ნიშანი. და ვაჩვენოთ თუ ჯიპზე ვიღებთ გადაცემას, ბარემ გადამღები ჯგუფით ვაჩვენოთ. საბრძოლო ნამდვილი ჯიპით. რომელიც ასე ატარებს ამ ჯიპი თუ გინდა, ეს არის მთავარი ჯიპი რა. ამით ვართ ჩამოსესერ გადამღები პროდაქშენის მანქანა არის და Wrangler-ი მართლა ძალიან მაგარი ჯიპი და მოკლედ კომენტარებში დაგვიწერეთ თუ Wrangler-ი გაინტერესებთ, რაც უფრო მეტი კომენტარი იქნება რომ Wrangler-ი გვინდა, გადავიღებთ ცალკე, იმიტომ რომ ეს ცალკე სასაუბრო თემაა. ამას ამ ორში ესე ერთად ვერ აურევდით. უბრალოდ გაჩვენეთ რომ ესე ბარემ Wrangler-ით ვიყავით აქ და ამასაც აქვს ესეთი ბეიჯი, საამაყო. წავედით? კი ბატონო, ეხლა დავიზრათ, გავიაროთ გზა. აი ნახე მოკლედ, ეხლა ვარ ჩვენ Cherokee-ში და რას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ამერიკელებს არ უყვართ მოვლა, რაც ყველა მიცის, მაგრამ აი ნახე, ეს არის start-stop ღილაკი. ანუ რო ჩერდები და იქრება ძრავა და მე რო თავისით იქოქება, ხო? და მაგას მე ყოველთვის ვიშავ ხოლმე, არ მჭირდება არაფერში, ზუსტად ვიცი და აი რო ვაჭერ ამ ღილაკს, ნახე ჯერ ვერ დაეჭირა წესიერად. ეხლა რო დაეჭირა, უკან არა მოვიდა რაღაცნაირად ღილაკი რა. აი, ედა შეხედე. კი, არა, ემიჩნევა რომ ღილაკები რაღაც ტკბილია ჩასხმული, საერთოდ ყავა როგორც ჩვევიათ ხოლმე. სხვა ღილაკებზე ამაზე არ არის მაგალითად, რომ ამას ყველაზე ხშირად დაჭერდნენ, არ მგონია მაინც მარტო ყავის ამბავი იყოს, რომ ამას არა აქვს ეგ პრობლემა, ამასაც არა აქვს. აი ამას აქვს, ეთქობა ხშირად დაჭერდა თვითონაც ის ტიპი ამას რა, ეს ამერიკელი. აი აქ სელექტერენი, ანუ რეჟიმების გადასართველი ღილაკსაც უჭერს ეხლა ტრიალი, გადარდე წესდეგ მარტივად უნდა თავდეს. ხო, ისი აქ ხო არ ახსნათ ბარემ მაყურებლისთვის ეს რეჟიმები რა არის? ახსნათ ხო, აუტო, თოვლი, სპორტი და ტალახი, ხო? სადმადი. ანუ ჩვეულებრივ ეხლა როცა მოძრავ ქალაქში ან ესეთ ასფალტიან გზაზე, უნდა გეყენოს აუტო რეჟიმზე. ხო, ეგ არის წინაამძრავიანი და. კი, ანუ დადიხარ ჩვეულებრივ რეჟიმზე, ეს მუშაობს მხოლოდ წინ და თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში დაბუქსავდა რომელიმე საბურავი, მე ირჩება უკანა დავხმარეთ. მაგრამ თუ მოხვდი თოლზე, ვარ დაბუქსავდე, ნეიტრალში გადართავ, ჩართავს ნოუს, ან თოლს. როგორც არის ყველა მანქანა. კი და ირჩება ამ შემთხვევაში 60% ძალის ბრუნის მომენტი წინათვლებზე მიდის, 40 უკან. ხოლო სპორტ რეჟიმში პირიქით უკან, უკვე 60 უკან მიდის. ცოტა უკან ამძრავიანი ხდება, ცოტათი უკან ამძრავიანი ხდება სპორტ. დაძრა აჩქარება უფრო კვეტრი იყოს და ქვიშა ტალახის შემთხვევაში გადაცემა და ბრუნვათა რიცხვი თვლებზე მცირდება, შეფარდება, იცვლება, რომ რბილ ზედაპირზე არ მოხდეს კვეტრი დაბუქსავება. ხო, ნუ ეგრეთ წოდებული ტიპტრონიკია და მე გადავხვდა წერა მექანიკურ რეჟიმში და ერთ რამეს დავაკვირდი, რომ ხო წერს ახლა მესამეში ვარ, ხო? მინდა მეოთხეში გადართვა. მეოთხეში გადავრთე, დამიწერე რომ მეოთხეში გადაირთო, მაგრამ იმ მომენტში ახლა მეხუთეში თუ გადავიდან, მიწერს რომ მეოთხეში ჯობია რომ კონდეს, ანუ აქეთ მიწერს იმას, რომ ჯობია მეოთხეში კონდეს და იქ არის რეალურად სადგარ გადართული რა. საჭის ბერკეტები არა აქვს და ნუ კოლოფი 9 საფეხურიანია, ხო ესია მაგაზე უკვე ვისაუბრეთ. ხო და ზოგადადაც ნახეთ აი როცა ვამბობდი რომ დიდგარბენიანი არ ჩამოიყვანთ ამერიკიდან, მეთქი ამას აქვს 228900 კილომეტრია გავლილი. და აი საჭესაც ეთყობა რომ აი გაიცვით არა, ეხა აი ძალიან გაცვეთილი სალონია, სამაგერო ძალიან იაფად არის ჩამოყვანილი. როგორც პატრონმაც გითხრა, მაისშია ჩამოსული ეს მანქანა და 6.5 დაუჭდა. თავის გაკეთებიან, არც არ ბევრი არ ქონდა გასაკეთებელი, მაგრამ მაინც 6.5 არ არის დიდი ფასი. ზოგადად ამ მანქანაზე, ამ მოდელზე ფასებმა დაიცია ბოლო ერთ წელიწადში განსაკუთრებით უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა 8-დან 10000 დოლარში დაახლოებით ამხელა გარბენ წონა ნაკლები და შეიძლება ნორმალურ მდგომარეობაში 2015-დან 17 წლის გამოშვება მოდელი იყიდოს.
აი 2019-ში როცა უკვე რესტაილინგი გამოვიდა, ის მოდელები ჯერ კიდევ ცოტა მაღლა დგას და ვუჩვენთ, რომ ისევ რესტაილინგს მიაქციონ ყურადღება, ისევ რესტაილინგის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ხო, ბევრი რამე უკვე დახვეწილი და გაუმჯობესებული არის. და რეკოლებიც აღარ იყო. კი, არა, ხო, აი კოლოფის ეს ისე სხვადასხვა როგორ მოგეწონა გუშინდელი ზეთი შეცვლის მე კოლოფი. კი, კოლოფი ერთხელ წამერტყა მარტო, ერთხელ და მეტი არ გაუკეთები. არც აგვიანებს სიჩქარეზე. არა, ძალიან კარგად. ხო, ნუ წვა ამ თუნდაც წერია 14.5 ლიტრი 100 კილომეტრზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან დიდი ხანია გამოვიდეთ, რასაზე ვიარეთ, მერე ჩამოვიდათ 15 ქვემოთ და საჭეზე მინდოდა მე თქვა კიდევ. და რა კონკრეტულად ნახე? გავატაროთ ეს ადამიანი. ხო, საჭეზე რის თქმა მინდოდა, Fiat-ის საჭია. უკანა ეს ღილაკები ხმისაც ამწევ ჩამწევი, Fiat-ია რა. კორპორატიული დიზაინია. ხო, ბარემ Fiat-ი არის ექნება კიდეც ელემენტარული, რომ დავიწყოთ შასი პლატფორმა, რაზეც ეს მანქანა აეგო, იყო თავიდან პირველად Alfa Romeo Giulietta. Giulietta კი არა, გავახსენოთ, ანუ ხალხს აუხსნათ. Hatchback-ი Giulietta-ს ბაზა გამოიყენეს აი ამ ჩეროპის 2000-2011 წელს. შესაბამისად, მანევრულობა, ცუდი არ აქვს, სხვათა შორის Giulietta-ც ხო ისეთია რა, ძალიან ესეთი კარგი მართვადობა აქვს Giulietta-ს. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოდელია ეგეც და მართვადობაც ძალიან კარგი აქვს, ანუ ტრასაზე ძალიან კარგად დგას. ეს მიყვარს რა. აი ატმოსფერულ ძრავებში ეს მიყვარს, აი ეს ცოცხალი ხმარს აი ესეთი მაგრად მიყვარს. ხო და რის თქმა მინდოდა რა დავიწყე ამაზე საუბარი. ზოგადად ეს არ არის ქალაქის მანქანა. მოდი პირდაპირ ვთქვით, მაგრამ Renegade-ს მირჩევნია როგორც ზოგადად ჯიპი. და თავარი ქალაქგარეთ სიარული არის ძალიან სასიამოვნო. თუ სისწრაფეც მოგწონს, თუ აი ეს საწვავის ხარჯი შედარებით ნაკლებია ტრასაზე, არის ტრასის მანქანა რა. სამაგიეროდ ქალაქში ცოტა ჩემი აზრით არაადეკვატურია ამ მანქანის ყოლა, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ახლა? აი ეს კი არა, ამაზე გაცილებით დიდები ყავთ ხოლმე და მართვადობით, აჩქარებით, ყველაფერს საწვავის ხარჯით ახლა კაი გავიგე ვიღაცა გაზზე გადაიყვანს და ეკონომიურად ივლის, მაგრამ ნუ გაზზე გადაყვანა მე არ მგონია საბოლოო ჯამში სწორი ამბავი, მაგრამ ნუ კარგი იტანს ეზრავები და გადაიყვანოს ვისაც უნდა, მაგრამ ეს მანქანა არის კარგი სასიარულო ტრასაზე. ქალაქისთვის ამის ერთი ვერსია მოდიფიკაციაც არსებობს, უფრო ბიუჯეტური შეიძლება ითქვას. 2.4 ძრავები არის, რომელიც არის წინაწამყვანები. ხო. წინაწამყვანები საწვავის წვაში ეკონომიას იძლევიან. არის გულისხმობ უფრო მანქანის ზომას მაინც საბოლოოში. არ არის ძალიან დიდი მანქანა, მაგრამ ზომას უფრო გულისხმობ ვიდრე იმას, რომ საწვავის ხარჯი არც იმას არ ექნება ბევრად ცოტა. სხვათა შორის რესტაილინგში 2019-დან უკვე 2.0 turbo ძრავიც გამოვიდა, turbo GDI, რომელიც ასე 270 ცხენი ზალაა და წვა შედარებით ალბათ 2-3 litrით მაინც. ეხლა ეგ საქართველოში სულ რამდენიმე ცალი დადეს დღეისათვის, მაგრამ მალე მომავალს და მოიმატებს მაგათი რაოდენობა. ხო, მაგრამ ანუ ის ვერსიაც ჩემი აზრით დაწვავს სადღაც აი 12 დაწვავს. 12 კი, დაწვავს. იცი რა, აი ნახე კიდე რის თქმა მინდა, ეხლა 12 დაწვავს და ეგ ხო არ ნიშნავს იმას, რომ მოხერა კაი მობრუნების რადიუსი ხანია. გამიგვირდა. ხო და რის თქმა მინდა, ნახე 12 დაწვავს 2 და რამდენია მაგისტრავი? 2.0. 2.0 turbo დაწვავს 12 და ეს 3 და 2, აი ეს ცოცხალი გიწვავს 14 ნახევარს და აი ეს 2 ლიტრი ჩემთვის ბევრი არ არის. ამანქანით არავინ არ იტაქსავებს, არავინ არ გაივლის დღეში 300 კილომეტრს, ხო, ქალაქში. ამიტომ ეგ უკვე მაშინ მაინც მირჩევნია რომ ეს ვიყიდო. ვიდრე აი ეს 2.0 turbo. შენ როგორ ხარ მაგამ ბავშვი? ნუ 2 ლიტრი ბევრი განსხვავებაა წვაში. შეიძლება მეტიც გააჩნია ხო კიდევ საწვავის პირობებსაც ეხლა 10-ზე ნაკლები არ მგონია დაწვას იმან. 10-ზე ტრასაზე? ხო. დაწვავს. არა, ქალაქში. ქალაქში ეს არ დაწვავს 14-ს კაცო. ჩამოვიდა უკვე 12 ნახევარი, 12-მდე ჩამოვა. კი 900-ჭერიანი კოლოფი მაგისტრისაა რომ ეკონომიური იყოს რაც შეიძლება. უბრალოდ იმ ახალ ძრავში ერთისავე უფრო რთული და მაღალი ტექნოლოგიური ძრავია და ეშინია ბევრს. რესურსი იმას შეიძლება ცოტა ნაკლებიც კონდეს. მოკლედ საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა რომ 3 ლიტრი იმდენად ბევრი განსხვავება არ არის წვაში. ვიდრე ძრავებში და აი ამ სიმძლავრეში და სიცოცხლეში რაც ამ ძრავას აქვს რა. აი ახლა დააკვირდი 40 კმ/სთ ზევით ხმაურის შემოსვლა სალონში რამდენად შეიძლება? კი. აი ავიდა 40 მეტი, მაგრამ კი, აი ღუღუნი უკვე გესმის კი.
გვერდებიდან არაფერი ხმაური ისეთი და იქ ქვეშიდან წინა საბურავიდან აშკარად მოდის ხმა. გზები ცოტა ისეთია ეხა, ძალიან სწორ ასფალტზე აღარ ვართ და უფრო მეტად იგრძნობა ესეთ გზებზე, ხო ესეა? კი, აშკარად საბურავის ხმა არის და ალბათ საჭირო არის რომ საბურავის თაღებში ხმის იზოლაცია დაემატოს. და საბურავის თაღებში. კი, ეგრე, ქვემოდან მოდის ეს ხმები, ზოგადად ხმის იზოლაცია ცუდი არა აქვს ზემოთ გვერდებზე. მაგრამ აი კარგი რჩევა ნამდვილად რა, საბურავის თაღებში უნდა დაემატოს ხმის დამატებითი იზოლაცია. კი. წავედით ახლა რენეგეიდს მივხედოთ. ესეც რენეგეიდი. მოკლედ, ამ მანქანაზე რა ახლა? საჭე იგივე კლასიკური უბრალოდ კარგად მოვლილი. შედარებით კი და ნუ კლასიკური დიზაინი Fiat-ის თუ Jeep-ის სტილი, კორპორატიული სტილი ყველა მოდელს დაწყებული Renegade-დან, დამთავრებული Grand Cherokee-დან, ყველას უკვე ერთნაირი სტილის აქვს. ეს განლაგება ღილაკების მომწონს ფუნქციონალი. აქ თავისუფალი ადგილებია რეზერვად ეს ადაპტიური კრუიზ კონტროლისთვის, ყველა მოდელს აქვს. ისე სხვა მხრივ მე ძალიან მომწონს სიმართლე გითხრა ის დიზაინი. ადვილად იკითხება, ხმაც ეს გამაფრთხილებელი სტოპ-თვის სიგნალი რაც არის. ხო, გამაფრთხილებელი იაპონურ მანქანებში მიშლის ნერვებს ისეთი გამაგზავნეს საერთოდ არ არის სასიამოვნო ხმა. ეთქვა იტალიელი მამაშიც დახვეწეს ხმის. თუმცა Fiat-ი მაგრად აჩმახებს ხოლმე თვითონ Fiat-ებიდან. კაი, მე ნახე გარედან რო თქვი რაღაც არ მომეწონება მეთქი. კაი, პირველი რაც ჩავჯექით რაც არ მომეწონა არის ის რომ აი ეს დგარი არის ძალიან სკელი ორივე. და ახლა რომ წარმოვიდგინე ამ მანქანის სიარული, სულ შემეშინდება იმის რომ შეგვიძლია ბავშვი ვერ დავინახო, რომელიც გადამოდის გზაზე. ძალიან სკელი, ხილვადობისთვის. კი, აქ თამხარეს მეც მეშლის ხარს. ხო, აი ხო გიშლის აშკარად. რატო გააკეთეს ამ სისკე? მაგის მიზეზი მე უფრო ვფიქრობ, ეს არის ამერიკული სტანდარტით მოთხოვნები, რადგან ეს მანქანა არის საკმაოდ მძიმე. და ავარიის შემთხვევაში მანქანა რომ ამოტრიალებს და სახურავი დაეცეს, თავის წონის სამმაგ სიმძიმეს უნდა გაუძლოს და სხვა შემთხვევაში ეს ჭერი ვერ გაუძლებდა. ეგეც არის და ზოგადად დიზაინში გარედან ჯდება თითქოს რაღაცა უფრო ისეთი ჯიპური და ყველგან მაულური დიზაინია, მაგრამ მაინც ძალიან სკელია რა ჩემთვის რა. კი, ნუ ეხლა რაც შეეხება სხვა ინტერიერს. აი აქაც ეხლა ნახე, აი ეს თქვა ბარემ, ეს ხელით მოსაკიდებელი არის ნიჩბის დიზაინში და აგერ გვაქვს მაგათი ნიჩაბიც, აჰა. შევადაროთ რეალურად გავს. წვირი გავს, ტარი გავს, პირი გავს, აი ეს არის რა. კარგი ელემენტებია, მსგავსი ელემენტები ძალიან ბევრია, ჩამალული ნიშნები, საქარემინაზეც არის ხომაც გვილისი გამოსახული. კიდე ობობა, ასეთი რაღაც ტრადიციული ნიშნები. Renegade-ის სხვა კვადრატული ფორმა აქვს და ყველგან კვადრატები, ფარებშიც კვადრატები, იქაც გვერდ დინამიკებზეც ყველგან გადმოდის ეგერთი დიზაინი. აქაც Jeep-ის ლოგო გვაქვს, ეს გვილისის ამოჭრილი. სხვადასხვა ფარები მინდა აღვნიშნო, მე მომწონს ფარები იმ ხრივ, რომ ეს ჯვარის ფორმის არის აღებული გერმანულ კანისტრას ეძახდნენ, მე ამერიკელი მეცახრა ჯერიკანს ძახდნენ იმდროინდელი შემოჩნდა ეს საწვავის აუზის კანისტრებიდან არის აღებული. და ნუ რა თქმა უნდა ძალიან ამაყად გვაწერია ეს Sins 1951, ეს Jeep-ის თავარი. ეს არის ძალიან სასაცილო. ხო, ეს Jeep უფრო მეცახელი იყო თავიდან, იმიტომ რომ Jeep იყო შემოკლებითი სამხედრო წოდება, ასე აბრევიატურა General Purpose. პენტაგონის ძირითადი გამოყენებების მანქანას ნიშნავდა, რომელიც მე გადაიქცა უკვე ბრენდად და იგივე რო არ გამოიყენათ მეცახელი Jeep დააქცია. აი ეს არის ძალიან სასაცილო, ამას გავაჩერე. ჩააგდე უკუსლაში. კამერა ძალიან პატარაა და ძალიან სასაცილო. კი, ამას ეწოდება Uconnect 5 ინჩიანი და არის კიდე 6 და 4 თუ არ ვწდები და რა ტიპია. მაგრამ სენსორულია. კი. ნორმალურად მუშაობს, პრობლემა არ აქვს ისეთი. ფოტოშოპზე ამბობენ ამაზე BlackBerry-მა იმუშავა ამის ინტერფეისზე და რა ვიცი, BlackBerry-ს იმდენად აუდიო სისტემა ცუდი. კი, ახ. ახე, ანუ შენ გაქვს აქ ჩაწერილი FLAC ვერსია, წეღა რომ მითხარი. და წესით უნდა იყოს ძალიან სუფთა ხმა, მაგრამ არ არის სუფთა ხმა, დინამიკების პრობლემაა. არის ესეთი სპეც შეკვეთით დამატებით ოფციურად იყო ბიცი სისტემით აღჭურვილი ეს მანქანები. ეს სიმართლე გითხრა, ახლა ზოგ აუდიო ფილებს რამდენად მოეწონება და კიდე საკამათოა, მაგრამ ეს ქარხნული რაც არის იტალიური მოყოლი დინამიკები, არაფერ არ ვარ გადა ყველას ურჩევ მოხსნან და ეგრევე შეცვალა. ჩემ Fiat-ში Boss-ის აუდიო სისტემაა და იქ ყველაფერი იგზე. ეხლა რამდენს გიწერს ახლა თვა? 10. ეხლა ეს არის დიდი ხანი საცხოვრებელში ხო 14-მდე ავიდა. საცხოვრებელში ავიდა 14-მდე და კალაგარეთ 10. მაგრამ გაჭირებულზე იდგა დიდხანს.
ნუ ქალაქარეთ ტრასაზე ეს 8-ზე მეც ალბათ 8.5-ზე მეც არა ვარ. მაგრამ ქალაქში 10-ზე მეტი. მაგრამ არის კიდევ ამის 1 და 4 ძრავებიც, ისინი უფრო სუსტი არის, ეს Fiat 500-ზე რაც არა, აბსოლუტურად მე მანქანა 1 და 4 ძრავი მოდი. აშკარად არ არის საკმაოდ არტუშე, თუმცა კარგი ძრავია, multi R3, 1 და 3 ძრავები. გამძლე გიდე თქვა. გამძლეს რა გითხრა სიმძლავრეში. კარგია რაზე თქვა. საკმაოდ ის არის აჩქარებაში, სიარულში, მანევში და ეკონომიური რაც თავარია. ტურბოა. ტურბოა კი და ეკოლოგიურია, ეკოლოგია ჩვენთან რამდენად აი რომელი ძრავით რენეგეიდი? ახ შენც რო ჩამოყავდეს, რომელი ძრავით უნდა ჩამოიყვანო? სხვათა შორის მე ძალიან მაინტერესებს და დამზაფხულს მე ჩემეგულა ჩამოყვანა კორეიდან დიზელის. იმიტომ რომ ევროპაში ეს არის ძალიან დაიწყო დიზელი. ეს მანქანა მაინც Fiat-ია. შენ და დიზელები. Alfa Romeo-ს ძრავები აქ ავას თავიდან ყველა აი არ უნდა ადამიანს დიზელი, ბენზინის ძრავით რომელი რენეგეიდი მაგ. ქალაქში თუ უნდა იაროს და ეკონომიური ძრავი და 1 და 3 ტურბო ურჩევნია, პატარა გარბენით 100,000 კილომეტრით ალბათ და რესტაინინგი აუცილებლად. იქ დახვეწილი უფრო კარგი ტაჩპადი დისპლეია და ასე შემდეგ. ხო. და თუ ვინც დიდ მანძილებზე მოძრაობს და უკვე ეკონომია მართლა საგრძნობი იქნება დღეში 100 კილომეტრს გადის ის პიროვნებისთვის დიზელი უფრო ეკონომიური გამოდისწლიანობაში იმხრი რომ საწვავს ნაკლებს მოიყვარს და იმ ძრავს რესურსი 9 მილიონი აქვს. იმას რესურსია კი დიზელს მე დიზელზე კი გამეცინა წეღან მაგრამ ხა არა. კოლოფი სხვადასხვა დიზელზეც უკეთესად დიზელების მტერი ვარ პირიქით უბრალოდ საქართველოში დიზელები დიდად არ უყვართ და მაგიტომ მაინც ბენზინი ჩამოყვა. საწობებისთვის ეხლა თბილისისთვის დიზელი მართლა წოდოა. ხო. კარგი, მოდი, შევაჯამოთ დღევანდელი დღე, ურჩიოთ მაყურებლებს, რა უნდა გაითვალისწინონ, როცა უნდათ ამ ავტომობილების შეძენა, ან მათ, ვისაც უკვე ყავთ Renegade ან Cherokee. პუნქტებად პირველი, მეორე, მესამე ასე. მაგრამ სანამ პუნქტებზე გადავალთ, ერთი რამ მინდა გითხრათ, ამ ვიდეოს ერთ-ერთი პარტნიორი არის Mogo და ახალი წელი მოდის, ყველას გვაქვს ხარჯები, თუ სწრაფად დაგჭირდათ თანხა, Mogo-ს უკულიზინგი არის ძალიან კარგი გამოსავალი. სულ რაღაც 1 საათიანი პროცედურის შემდეგ, იგივე ავტოლომბარდია უკულიზინგი, მიიღებთ იმ თანხას, რა თანხაზეც შეთანხმდებით Mogo-სთან, ასე რომ Mogo-s უკულიზინგი კარგი გამოსავალია. ახლა გადავიდეთ პუნქტებზე. პირველი, რასაც ვურჩევდი მე, არის ის, რომ დაბალი გარბენით ხალხო ჩამოიყვანეთ ეს მანქანები, რაც შეიძლება დაბალი გარბენით. მესმის რომ 2016-იანი 9 წლის მანქანა ვერ იქნება ეხა 50,000 მილი გარბენით თუნდაც, მაგრამ ეცადეთ, რომ 100-ზე ნაკლები იყოს გარბენი, იმიტომ რომ არ უყვართ ამერიკელებს მოვლა. და ეს ეთყობა მე მანქანა არის ძალიან კომპლექსური, ორივე. მეორე, ესე იგი, ტრანსმისია. გადაცემათა კოლოფის ზეთი შეცვლა აუცილებლად, რაც დადგა და ხიდის დროული სერვისი. ანუ ზეთები ძალიან მნიშვნელოვანია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ნუ მესამე ბარემ რახან ზეთებში ვართ, ძრავის ზეთი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უკვე გესაუბრეთ ამ ვიდეოში რა ზეთი, როგორ და რანაირად, მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად. ძალიან გამძლეა, განსაკუთრებით Cherokee-ს აი ეს ატმოსფერული, მაგრამ მაინც ძრავის ზეთი. კიდე აუცილებლად მნიშვნელოვანია პროგრამული დროული განახლება. უახლოესი სოფტების ჩაწერა, რათა იყოს მანქანა ნაკლებ პრობლემური. და ბოლოს ჩვენი ტრადიციული სადღეგრძელო, იმიტომ რომ დაშლა არ მოშლაქვია ამ რუბრიკას და რაღაც უნდა უდღეგრძელოთ ამ ორემე ავტომობილს. რა უდღეგრძელოთ, ეხლა ვფიქრობ. Jeep არის ძალიან ისტორიული ბრენდი, ძალიან ძველი, თაობების გამოცდილი ბრენდია და მე ერთი ესეთი სადღეგრძელო მომივიდა, აბა თუ ამყვები მაგამ ბავშვი, ხა მაინტერესებს რა. ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში ჩინელები და ჩინური ავტოწარმოება ძალიან შემოიჭრა მთელ სოფლიოში და მაგრად ანერვიულებს ყველა ჩვენ ძველ საყვარელ ბრენდებს, ხო, რაც ვიცით. ახალი თაობებისთვის ეს ახალი ჩინური მანქანები ხდება პოპულარული და მე მინდა ვუსურვო აი ამ ბრენდს, როგორც არის Jeep, ისეთი რამ მოიფიქრონ და ისეთი რამე შეარჩიონ მომავალი გეგმების კუთხით, რომ არ შეჭამონ ჩინელებმა ეს და კიდე სხვა ჩვენი საყვარელი ბრენდები. ანუ ვურჩიოთ კარგი მომავალი აი ამ ისტორიულ ბრენდს და უდღეგრძელოთ მომავალი. ნამდვილად ეკუთვნის Jeep-მა შექმნა თაობები, თაობებმა შექმნა ტრადიციები და ეს ტრადიციები უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. ხო და ვუსურვოთ აი ამ ტრადიციების გაგრძელება ისე რომ არ შეჭამონ ჩინელებმა. ეგ იყო დაშლა არ მოშლის მორიგი ეპიზოდი დასრულებულია. დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს, დაგვიწერეთ კომენტარებში რა მანქანები გინდათ რომ გადავიღოთ და რომელი ავტომობილის ყველაზე მეტ კომენტარს დააგროვებს, აუცილებლად გადავიღებთ. დღევანდელი დაშლა არ მოშლა დასრულებულია. დაელოდეთ ჩვენ სახზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დროებით.